მოვიდნენ, ჩიკოში რომ მქონდა პირადობა და მაშინ მივაწოდა ჩიქობავას ეტირა შემპირადობა ზუსტად მას. ჩანთის გახსნა დავიწყებდი თვითონ და შემდეგ შიდა ჯიბრის, პატარა ჯიბრის გახსნა დაიწყო თვითონ გვარი არ მახსოვს რომ პოლიციამ არ შემოვნა ალბათ იცნობ. და ამას მოყვა ჩემი წინააღმდეგობა ასე ვთქვათ, სიტყვიერი მხოლოდ რომ მე თვითონ გავხსნები. რაზეც ხან ხელი დამჭირა, ხან რაღაცა, ასე GoPro მქონდა ჩანთაში, რომელიც ამოვიღე თავიდან, კამერაც მოხვდა თვალში და ამასაც ცოტა უკმაყოფილება მოყვა. დაკავების შემდეგ, როდესაც ჩამხდეს მანქანაში, სიტყვიერი შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი იყო მზომიერების ფარგლებში. მას ხაზი მინდა გაეშვას, ანუ არ შეუგინებიათ, მაგრამ ეს პერსონალურად მაყენებდნენ შეურაცხყოფას. შემდეგ როდესაც ავედით განყოფილებაში, აქაც რაღაც 1-2 წუთის განმავლობაში აღწევდა ეს შეურაცხყოფელი ფაზები, ასე კამერაზე რამდენჯერმე გავამახვილა ყურადღება GoPro-ზე, იმიტომ რომ ერთი GoPro ადრე წამოწეს მაისის აქციების დროს და სათუთი მივთია ჩემთან და ვეუბნებოდი რომ გავხილებოდნენ. რამდენჯერმე გავიმეორე, იმიტომ რომ მართლა ესე სათუთი მივთია ჩემთვის და მithეს რომ კედელს მივანარცხებოდი ხალ და შემდეგ მე ვთქვეს რომ უმრობლოდ მოთხოვეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მან ამოიღო პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ერთ-ერთ თანამშრომელს მიაწოდა. მაგრამ ამ დროს ისევ არც გვაცალა საშუალება რომ ზუსტად მოგვეხსნა ჩვენ მისი იდენტიფიცირება გაუწყო საბუთის ხელიდან წარსულობა. რატომაც ჩვენ აუცენით რომ ეს უკანონო არ იყო და ჩვენთან არ იყო ეს არანაირი კანონის წინააღმდეგობაში, აუცენით რომ პოლიციის შესახებ კანონის შესაბამისი უწყები უბრალოდ მას მის იდენტიფიცირებას მოახდენით და ზედაპირულ შემოწმებას და თქვენი განსაცინააღმდეგო არ იქნებოდა ჩვეულებრივ გააგრძელებდა, რაზედაც უარი განგვიცხადა სრულ იდენტიფიცირებაზეც და ზედაპირულ შემოწმებაზეც. ამის შემდგომ ჩვენ მას ვუთხარით, რომ თუ არ მოგცემდა ამ საშუალებას, მოგზაურდა მისი ადმინისტრაციული წესით დაკავებას.